ბევრი წელი ბიზნესში ვიყავი, ისე რომ ბიზნესში განათლება არ მქონდა და ეს სულ მაწუხებდა. უკვე 40 ვიყავი გადაცილებული, რომ გადავწყვიტე და აი აქ ვფიქრობდი, რომ გვიანი ხო არ არის რაღა დროსია, გავიდა უკვე ის დრო, როდესაც მე განათლება უნდა მიმეღო. მახსოვს ვიმზადებოდი ამერიკელ ლექტორთან, რომელიც ინგლისური ტესტისთვის მომზადებდა. იქ რაღაც ეს მახსოვს, რომ ესეთი უხერხული ის მქონდა, თითქოს ბოდიშს ვიხდიდი, რომ აი ამ ასაკში ეხლა კიდევ სწავლობ და ძალიან დამცინა ამ ლექტორმა. მე ვაგერ ვარო 75 წლისო და ეხლა მაგალითად ხატვას ვსწავლობ. ყოველდღე მოდის ჩემთან მასწავლებელიო და აი ესე როგორ გავუსვა ერთი ფუნჯი იმას, ამას ვსწავლობ. ეს არისო თქვენი რაღაცა ძველი წარმოდგენები, საიდან ანუ საბჭოთა კავშირიდან. თანამედროვე რეალობა ესეთი არ არის, ადამიანები 2 წელიწადში ერთხელ იცვლიან ზოგჯერ თავის პროფესიას და ამ სიტყვმა ძალიან დამაფიქრა, იმიტომ რომ თქვა, რომ ჩვენს მენტალობაში და ჩემს მენტალობაში მქალმა მითხრა, უწყვეტია ეს პროცესი, რა ასაკშიც არ უნდა იყოს, 75 წლის ასაკში კიდევ რაღაცა ახალს სწავლობდა და ამან მომცა საოცარი შვება, ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ გამოცდილებითაც მართლა ჩემი შვილის ხელა ადამიანები იყვნენ, ვინც პირდაპირ ბაკალავრიატიდან გადაწყვიტა, რომ მაგისტრატურაზე ჩაებარებინა და ჩემს გვერდით ისხდნენ ესეთი ადამიანები და მე ძალიან ბევრ ამას ვსწავლობდი ურთიერთობაში, ხედვებში.